დაპირისპირება კამათი დიალოგი იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოება ცდილობს დაიხვეწოს, გამოიმუშაოს ახალი მიდგომები და მათი საშუალებით განვითარდეს. ქართული სასამართლო სისტემა უწყვეტ რეფორმირებაშია. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან ერთად, რომელიც პროცესის შეჯიბრებითობას უფრო ნათელსა და გასაგებს ხდის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ბრალმდებელს, ისე დასვის მხარეს. კიდევ დახვეწოთ ქართული სამართალი, უკეთ გაერკვიოთ მის მუშაობაში, თავად განსაზღვროთ მისი ცუდი თუ კარგი მხარე. ამაში თქვენ რუსთავი ორის ახალი პროექტი დაგეხმარებათ. ამ გადაგაწყვეტინოთ ეს სიდუხჭირე? ასამბლეა სკოლაში ის დამემართ. როცა იმაზე მიდიხარ, რაც არ გინდა, როცა დაკითხვაზე ხარ და შენს წინ პროკურორი ზის, ისმის კითხვები, რომელზე პასუხსაც ხშირად ახსნა არ აქვს. ემოციები კიდევ უფრო მძაფრია მაშინ, როცა საქმე შენი ქვეყნის საგანძურს და ყველაზე დიდ მხატვარს ნიკო ფიროსმანს ეხება. თქვენ როგორ ნახავთ უკვე ამ სურათს? ახსნა მქონდა ჩადებული. დახტისობა. გირჩევს მართლა თქვა მე. გამოძიება რეალ თაიმში რუსთავი ორის ახალი გამოწვევაა. პროექტ პროკურორის პირველი გმირები ნაირა, იგივე ნელი, იგივე ნანა ლომიძე და ვახტანგ გიაშვილია. ერთი ბრალდებულია, მეორე ბრალმდებელი. ამ დარბაზში ხო არის? კი. სადაც? ნანა იგივე ნაირა. ნაირა. კი ბატონო. მრავლად გედებათ თაღლითობის მცდელობის ჩადენა, ცნობთ თუ არა თავს ამნაშავეთ? არა. საქმე ნომერი 1 რთული სქემით შეთხზულ თაღლითობის ფაქტს. ფიროსმანის ფიროსმანად წოდებულ უცნობ ტილოს ეხება. ვისი ეს სურათი და სად უნდა ინახებოდეს? ნუ ნახევარ თხოვლე მე, მაშინ მე რა ვის ხარ ვარ? დათქმაზე რა? დათქმაზე რა? ეგრე არ არის რა, დათქმარებული ვარ, მაგრამ ეხლა ყველაზე კარგი საბუთი მეკავა ხელში, ალიკა, ხო? ისტორია იდეალური შექმნილი, მამაჩემის ნამუშევრები მუზეუმში ალაგია. ბრალდებული მთხოვს ერთ-ერთი მეორე. უეცრად დაცვის მხარემ მოითხოვა შესვენება. ადვოკატი და ბრალდებული ნაირა ლომიძე შეთანხმდნენ, რომ მათ ესაჭიროებოდა დრო. რა შედეგებით დამთავრდა გამოძიება, ამას პროექტ პროკურორის დაწყების შემდეგ შეიტყობთ. დღეს კი მხოლოდ გადასახებ მოედანზე შეგახედებთ. მოგიწევს ისევ რომ გაცავთ, მაგრამ ისევ რომ ყველა სახეს უყურო, მაგრამ შეჩეულია რომ სადაც არის ექშენი, იმას მიეცი ცოტა მეტი ფორსირება. იფსო. დავიწყე. აი სწორედ ეს სურათი გადაეცით თქვენ. ფორსირებული ექშენი დეტექტივია რეალიტის ფორმაში. ნიკო ფიროსმანაშვილის ტილო, რომელიც თაღლითური ისტორიის მსხვერპლი გახდა, ჯერ საქართველოდან გატანა, შემდეგ კი მესაკუთრესთვის წართმევას გადაურჩა. გამოძიების დაწყების დღიდან რუსთავი ორის კამერა პროცესში შეუმჩნევლად მონაწილეობდა. ფილმში არ არის გამოყენებული არც ერთი ხელოვნურად დადგმული სიუჟეტი, არ არის არც ერთი მსახიობი, ანუ ფილმში, ათივე ფილმში არის რეალური პროკურორი, რეალური ბრალდებული, რეალური სასამართლო პროცესი, რეალური დამცველი, ანუ ადვოკატი და ყველაფერი ხდება პარალელურ რეჟიმში. სინემა ვერიტე მიმდინარე, როცა აბსოლუტურად რაც მოხდა, თვალწინ ის არის ის მასალაა და ამ მასალისგან იქნება მე შინაარსი, რომ ის მაყურებელმა უნდა ნახოს. ეს დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ასეთ რამაც არ გაკეთებულა და რეალურ ნამდვილ ფაქტს მიყვება ფილმი. რუსთავი ორის ყველაზე გამოცდილი პროდიუსერი ამბობს, რომ სახელის მიუხედავად პროექტი ორივე მხარეს თანაბარ დროს დაუთმობს. პროკურორის თვალით დანახული დამნაშავე, პროკურორის ლოგიკით ახსნილი დანაშაული და თავად პროკურორის საქმე. თითოეულ გადაცემაში გავაცნობთ მაყურებელს ამ ხალხს სხვადასხვა მიმართულებით, მათ ბექგრაუნდს, ასე ვთქვათ, და რასაკურველია, ვეცდებით დავანახოთ, რომ ეს ხალხი სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას, სანამ ჩამოყალიბდება პოზიციაზე, ფიქრობს, რა გადაწყვეტილებას ღებულობს და როგორ მიყვება ნაბიჯ-ნაბიჯ ამ კეისის მსვლელობას. მე გთხოვთ, ხო არ გადახედავდით თქვენ პოზიციას და გაიხსენოთ გულწრფელად, მოგვახსენოთ ყველაფერი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ბოლოს შეთავაზება. ყველა ადამიანი დასაკავებლად, დასაპატიმრებლად
საჟელის დასანიშნად გეცოდება აბსოლუტურად. თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილე ვახტანგ გიაშვილი ცნობილი ექიმის და პოლიტიკოსის ვახტანგ ბოჭორიშვილის შვილია. სწორედ ის იძიებდა საქმეს, რომელსაც პირობითად ფიროსმანის დაბრუნება უწოდეს. ფიროსმანთან, ფიროსმანთან მქონდა ჩვენ ამ შემთხვევაში ურთიერთობა, მაგრამ რთული იყო ამ საკითხზე მუშაობა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ რომ არ მიგვეღოს სწორი გადაწყვეტილება, სულ მცირე შესწავლაც კი რომ დაგვეშვა, ეს სურათი აღმოჩნდებოდა საქართველოს პარლამენტის გარეთ. მომავალი კვირიდან რუსთავიარის მაყურებელი ძალიან საინტერესო ფილმის და უპრეცედენტო პროექტის პროკურორის თანამონაწილე გახდება. წინასწარ კი გეტყვით, რომ ნიკო ფიროსმანის უცნობიტილო შესახებ თითქმის დასრულებული გამოძიება შარშან პოსტსკრიპტუმში გასული სიუჟეტის შემდეგ მოულოდნელად თავიდან დაიწყო. ჩახლართული ისტორიის კვანძი სწორედ ჩვენს ეთერში მოხვედრილი გმირის წყალობით გაიხსნა. იღლიაში ამოდებული დამქონდა მთელ საქართველოში, რომ კაპიკის ფასში მაინც რაღაც გამეყიდნა. ბატონო, ბოდიში. აი ეს არ შეიძლება რომ მოხდეს, მე რო წავიდე ციხეში და ჩემ რო გამოვხდე. ვინ ცნო თავი დამნაშავედ? ვინ არის ნიკოლას ტილოს მამალი და კრუხწიწილას ნამდვილი მესაკუთრე? რა ბედი ეწია ფიროსმანის ნამუშევარს? კითხვებზე ამომწურავ პასუხს ფილმიდან შეიტყობთ. თავად პროკურორი კი ამბობს, რომ გამოძიების დროს ბეწვის ხიდზე იარა. გთხოვთ, აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება. შეკვეთილი მკვლელობები, ადამიანების გატაცება, ჯგუფური თავდასხმები. რამდენიმე საქმე, რომელსაც ჩვენი კამერა ამ წუთებშიც აკვირდება, ჯერ დაუსრულებელია. ამიტომ 10 ფილმიდან დღეს მხოლოდ ერთ ისტორიას გიყვებით.